ნეიროფსიქოლოგია არის მეცნიერება თავის ტვინის და ფსიქიკური ფუნქციების ურთიერთკავშირის აღწერის, ახსნის შესახებ. ნეირომეცნიერებების კატეგორიაში შედის, მაგრამ განსხვავებით ისეთი ნეირომეცნიერებებისგან, როგორიც არის დაუშვათ ნეიროფიზიოლოგია, პირველ რიგში ნეიროფსიქოლოგიას აინტერესებს დაზიანებული თავის ტვინის ადამიანის ფსიქიკური ფუნქციები. ეს იმას ნიშნავს, რომ ნეიროფსიქოლოგიის ამოცანა არის ნებისმიერი თავის ტვინის ცვლილების შემთხვევაში დაადგინოს, რა მდგომარეობაშია კონკრეტული ინდივიდის ფსიქიკური ფუნქციები, უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციები, დავუშვათ აღქმა, მეხსიერება, აზროვნება, ან მოტორული და სენსორული ფუნქციები. შესაბამისად, ნეიროფსიქოლოგი არის ფსიქოლოგი, რომელიც სპეციალური ცოდნით არის აღჭურვილი და ეს ცოდნა არის მულტიდისციპლინური, რომელიც მოიცავს არა მარტო ფსიქოლოგიის ცოდნას, არამედ ნევროლოგიის, ფსიქიატრიის, ნეიროფიზიოლოგიის ცოდნას, იმისთვის რომ მოხერხდეს თავის ტვინში მიმდინარე ცვლილებების გაგება და ამ ცვლილებებთან შესაბამისი ფსიქიკური ფუნქციების მდგომარეობის დაკავშირება. ნეიროფსიქოლოგი აფასებს როგორც ბავშვებს, ასევე დიდებს, ანუ დასრულებს და შესაბამისად მუშაობს უკვე შეფასების შემდეგ, თუ არის დაუშვათ გარკვეული ცვლილებები კონკრეტული ინდივიდის სხვადასხვა უმაღლეს ფუნქციაში ან ქცევაში. ამიტომ ნეიროფსიქოლოგის ამოცანა რეალურად გამომდინარეობს ამ მოცემულობიდან, რომ ჩვენ გვაინტერესებს კონკრეტული ადამიანის ემოციები, შემეცნება, ქცევა, მისი თავის ტვინის ფუნქციონირებასთან მიმართებაში. როდის მივმართავთ ნეიროფსიქოლოგს? მივმართავთ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვაქვს ჩივილი დასწავლის, განვითარების, დასრულის შემთხვევაში სამუშაოსთან გამკლავების, დასრულის და ბავშვის შემთხვევაში თუ გვაქვს ჩივილები ყურადღებასთან დაკავშირებით, ან მეხსიერებასთან დაკავშირებით, ასევე ქცევის, სხვადასხვა ქცევით გამოვლინებებთან დაკავშირებით, თუ ადამიანი იმპულსურია, ან ჰიპერაქტიურია და ეს უშლის მას ხელს დაუშვათ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ხშირად არის შეკითხვები, რა ტიპის თერაპია ნეიროფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, აბილიტაცია. ნეიროფსიქოლოგიური რეაბილიტაცია ნეიროფსიქოლოგიის წიაღში აღმოცენდა, როგორც ამ ფსიქოლოგიის მიმართულების საფუძველზე შექმნილი დახმარების მთელი სისტემა. ეხლა ეს რა სისტემაა? ჩვენ საქმე გვაქვს თავის ტვინის ნებისმიერი სახის ცვლილების მქონე ინდივიდთან, რომელსაც ხელი ეშლება ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს შეიძლება იყოს ბავშვი და შეიძლება იყოს დასრული. ნეიროფსიქოლოგიური რეაბილიტაციის მთავარი ქვაკუთხედი არის, რომ ჩვენ ვიწყებთ მუშაობას ძლიერ მხარეებზე დაყრდნობით და ნელ-ნელა ბრჭყალებში ვეპარებით დეფიციტს. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ადამიანს აქვს ძალიან ძლიერი რეზისტენტობა იმ შემთხვევაში, თუ ის რაღაცას ვერ ასრულებს. ეს ყველა ჩვენ ვიცით. ამიტომ სწორედ ვიწყებთ იქიდან, რისი გაკეთებაც და რისი შესრულებაც შეუძლია ადამიანს. ეს ეხება როგორც ბავშვს, ასევე დასრულს. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვარგებთ გარემოს, სპეციალურად შექმნილ გარემოს, ამ ინდივიდის რეალობას და ნელ-ნელა ვზრდით მოთხოვნას. ანუ ჩვენ ვიწყებთ ძალიან დაბალი მოთხოვნებით და ნელ-ნელა უკვე იმის ხარჯზე, როგორ ძლიერდება ადამიანის რესურსი, ჩვენც ვუმატებთ მოთხოვნას. ოღონდ აქ მთავარი არის სტრუქტურა, აი ამ ჩვენი თერაპიული დახმარების. ბავშვის შემთხვევაში ეს არის თამაში თერაპია და არ განსხვავდება ხოლმე ესე გარედან რო უყურებთ დაუშვათ სხვა თერაპიებისგან. ეს არის თამაში და თამაში დაფუძნებული სიამოვნებაზე პირველ რიგში და ესეთი თავისუფალ ურთიერთობაზე, თუმცა ამ თამაშს აქვს თავისი წესები და მიზნები ცხადია, რომელიც იცის მხოლოდ ნეიროფსიქოლოგმა. ნეიროფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, ესე რომ გავშალოთ, არის თამაში თერაპიის, ქცევის თერაპიის და ნეიროფსიქოლოგიური მეთოდოლოგიის ერთი ნარევი, ესეთი ეკლექტური, რომელიც საშუალებას გვაძლევს ჩვენ, როგორც ბავშვის, ასევე დასრულის შემთხვევაში, მოვახერხოთ მისი დეფიციტური ფუნქციების აღდგენა დასრულების შემთხვევაში, ხოლო ბავშვების შემთხვევაში ისეთი ფუნქციების განვითარება, რომელიც არის შეფერხებული
და ნეიროპლასტიურობის პრინციპების გამოყენება სწორედ აი ამ განვითარების, ცვლილების თუ გადაწყობის მიზნით. შესაბამისად, ნეიროფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, აბილიტაცია, როგორც ბავშვების, ასევე დასრულების გულისხმობს პირველ რიგში თავის ტვინის ფუნქციონირების კომპენსაციაზე მუშაობას. ანუ ის სისტემები, რომელიც არის დისფუნქციური, ჩანაცვლდეს ან დაუკავშირდეს იმ სისტემებს, რომლებიც არის ფუნქციური. ეს თითქოს მარტივი ფორმულაა, მაგრამ ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ფსიქოლოგიური, ეს არ არის მედიკამენტოზული ჩარევის სტრატეგიები, ეს არის სუფთა ფსიქოლოგიური ჩარევის სტრატეგიები, აი ეს არის ნეიროფსიქოლოგიური რეაბილიტაციის მთავარი ამოსავალი წერტილი, რომელიც თავისი ბუნებით არის ძალიან რთული, იმიტომ რომ წინასწარი დაგეგმვის პირობებშიც კი ადამიანის ქცევა ჩვენ ვიცით იცვლება და ყოველ თერაპიაზე ჩვენ გვიწევს ხოლმე ცვლილებები უკვე დაგეგმილი აქტივობებისაც კი, იმიტომ რომ ჩვენ პირველ რიგში ვუყურებთ ინდივიდს, პიროვნებას და ადამიანს. თერაპევტი არის სპეციალისტი, რომელიც ეხმარება ბავშვს და დასრულს კონკრეტულ ინდივიდს ემოციებთან გამკლავებაში, მისი ემოციური სფეროს მოწესრიგებაში, ტრავმის გადალახვაში და დაძლევაში, სხვადასხვა ტიპის სტრესის, პოსტტრავმატული სტრესის დაძლევაში. ფსიქოთერაპევტი სპეციალურად მომზადებული ფსიქოლოგია, ან შეიძლება იყოს სხვა სპეციალობის ადამიანიც, რომელმაც მიიღო საკმარისი ფსიქოლოგიური განათლება და ასევე წვრთნა ფსიქოთერაპიის კონკრეტულ მემართულებაში. ისევე როგორც სამედიცინო სფეროში ექიმები არიან განსხვავებულები, ფსიქოთერაპევტის მიდგომებიც ფსიქოლოგიაში განსხვავდება და ამიტომ არის დავუშვათ სხვადასხვა სახელები ქვია ფსიქოთერაპევტების იმ მოდელებს, რომელსაც ისინი იყენებენ და ყველას გაუგია ალბათ უკვე ფსიქოანალიტიკური მიმართულება, ფსიქოანალიტიკური, ფსიქოდინამიკური, იუნგიანური მიმართულება, გეშტალტ-თერაპიული მიმართულება, ან კოგნიტურ-ბიჰევიორალური მიმართულება, ძირითადად ეს მიმართულებებია საქართველოში გავრცელებული, თუმცა დღეს უკვე ფეხს იკიდებს სხეულზე ორიენტირებული თერაპია, ან სქემათერაპია. ჩამოთვლა ძალიან გამიჭირდება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მიმართულებებია, თუმცა ყველას აქვს ერთი საერთო. ამ მიმართულებაში მომუშავე სპეციალისტი ეხმარება ადამიანს თავისი ემოციური დამოკიდებულებების ცვლილებაში, იმისთვის, რომ ის გაუმკლავდეს თავის ემოციებს, თავის ინტერპერსონალურ ურთიერთობები დაალაგოს, ასევე გადალახოს სტრესი, იმუშაოს თავის ტრავმულ გამოცდილებასთან დაკავშირებით, თავის შფოთვით დამოკიდებულებებთან დაკავშირებით. ფსიქოთერაპევტი ეხმარება ადამიანებს თავიანთი შფოთვის, დეპრესიული განწყობების, დამოკიდებულებების და დაძლევაში და ასევე თავიანთი დამოკიდებულებების შემუშავებაში. თუმცა ფსიქოთერაპევტი არის მხარდამჭერი, დამხმარე უბრალოდ და ფსიქოთერაპია სწორედ იქითკენ არის მიმართული, რომ გაუღვივოს ადამიანს ძალები, მისცეს სტიმული მის შინაგან ძალებს და განუვითაროს მდგრადობა. იქნება ეს ემოციური მდგრადობა, თუ სხვა ტიპის მდგრადობა ცხოვრებისეულ გამოწვევებთან მიმართებაში. ჩვენ სპეციალისტს მიმართავთ ფსიქოთერაპევტს, როდესაც ვხედავთ, რომ ჩვენ ვერ ვუმკლავდებით, ან ჩვენი შვილები ვერ უმკლავდებიან სხვადასხვა გამოწვევებს ცხოვრებისეულს, შფოთვა სახეზეა დეპრესიული გუნება განწყობა, რომელიც ხელს გიშლის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ბავშვების შემთხვევაში, როცა დაკარგული აქვს მოტივაცია, არაფერი არ უნდა, ხედავს მშობელი, რომ შეეცვალა ბავშვს ქცევა, ის ინტერესები აღარა აქვს, რომელიც ჰქონდა ადრე, როცა მისი თვითშეფასება ძალიან დაბალია, როცა ის თulis რომ ყველაზე უარესია და ასევე დასრულების შემთხვევაში, სხვათა შორის თვითშეფასების და თვითეფექტურობის, ანუ რა შეუძლია და რა არა, ამის გარკვევის საკითხები, რომელიც ემოციურ დაძაბულობას იწვევს, ასევე მოითხოვს მხარდაჭერას ფსიქოთერაპევტის მხრიდან. ვინ არის მეტყველების თერაპევტი? მეტყველების თერაპევტი არის სპეციალისტი, რომელიც არის სპეციალური ცოდნით აღჭურვილი ენის და კომუნიკაციის საკითხებთან დაკავშირებით. ეს ეხება როგორც განვითარების მხარეს, ანუ ბავშვების შემთხვევაში, როგორ ვითარდება ენა და კომუნიკაცია და როგორ ირღვევა ბავშვებში და ასევე დასრულებში, როგორ ირღვევა უკვე დასრულის ჩამოყალიბებული
ენა და კომუნიკაცია. შესაბამისად, ენისა და მეტყველების თერაპევტის ობიექტი არის დარღვეული ენა, მეტყველება და კომუნიკაცია. ეს სხვადასხვა სახის მდგომარეობის დროს ბუნებრივია არის განსხვავებული და მეტყველების თერაპევტის ამოცანაა პირველ რიგში შეაფასოს რა სახის ენის მეტყველების თუ კომუნიკაციის დარღვევასთან აქვს საქმე და ეს შეფასება არის ძალიან სპეციფიკური, სწორედ ენის სხვადასხვა კომპონენტები ფასდება, კომუნიკაციის სხვადასხვა კომპონენტები ფასდება, ცხადია, ასაკის შესაბამისი. და ასევე დაადგინოს რა სახის საჭიროება გააჩნია ენისა და კომუნიკაციის დარღვევის შემთხვევაში ბავშვს თუ დასრულს. ენისა და მეტყველების თერაპევტის ამოცანაში შედის ასევე იმ აპარატის შემოწმება და ნახვა, რითაც ჩვენ ვლაპარაკობთ, ანუ პირის, ენის, როგორ უშლის ეს ხელს არტიკულაციას, დაუშვათ თანკბილის და ასე შემდეგ და ძალიან ხშირად მათი რეკომენდაციები სწორედ არის დაკავშირებული აი ამ რაღაც კონკრეტული ფიზიკური პარამეტრების გასწორებასთან დაკავშირებით, უკვე ცხადია სხვა სპეციალისტებთან. ასევე მისი პრეროგატივაა სმენა დაქვეითებული ადამიანების და ინდივიდების დახმარება ენის ათვისებაში, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და ეს არის სპეციალური ცოდნა იქნება ეს სპეციალური ალტერნატიული საშუალებები, რომლის გამოყენებაც იციან მეტყველების თერაპევტებმა, იქნება ეს ჟესტური ენა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია სმენა დაქვეითებული და ადამიანების ფუნქციონირების გასაძლიერებლად და ენის სასწავლად. სწორედ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ხედავთ, რომ ბავშვს უჭირს ლაპარაკი, ვერ ახერხებს დროულად დაეწიოს თავის ასაკს ლაპარაკში, აზრის ჩამოყალიბებაში, ან გაუგებრად ლაპარაკობს და მისი არტიკულაცია არ არის დახვეწილი, ან დაუშვათ უჭირს კომუნიკაცია, ურთიერთობა, სხვისი მიმართული მეტყველების გაგება, მიუთითებების შესრულება და ესეთი გამოვლინებები, რომელიც დაკავშირებულია ენით გაშუალებულ ურთიერთობებთან და კომუნიკაცია უჭირს ბავშვებთან, თამაში უჭირს, იმის გამო, რომ მას უჭირს ლაპარაკი, აუცილებელია ენისა და მეტყველების თერაპევტის შეფასება და შემდგომში უკვე ჩარევა. ვინ არის ქცევის თერაპევტი? ქცევის თერაპევტი არის სპეციალისტი, რომელსაც აქვს სპეციალური ცოდნა ქცევის ანალიზში, ქცევის დაკვირვებაში, სხვადასხვა ტიპის ქცევის შეცვლის მეთოდებში და შესაბამისად მისი მთავარი ამოცანა არის ქცევაში ცვლილებების შეტანა, ანუ ქცევის ცვლილებებში კონკრეტული ინდივიდის დახმარება. ქცევის თერაპევტის მთავარი ამოცანა სწორედ ის არის, რომ პრობლემური ქცევა ჩაქრეს და მის ადგილას აღმოცენდეს ადაპტური მისაღები ქცევები. ამიტომ ქცევის თერაპევტმა ძალიან კარგად იცის ქცევათმეცნიერების როგორც პრინციპები, ასევე მეთოდოლოგია, მიდგომები და სხვადასხვა ტიპის მეთოდები. რატო? იმიტომ რომ ქცევა არის ის, რასაც ჩვენ გარედან ხედავთ. შიგნით რა ხდება, ჩვენ არ ვიცით. ქცევათმეცნიერების მთავარი ამოსავალი წერტილი სწორედ ეს არის. როდესაც მთავარი ფსიქოლოგიური ობიექტი არის ქცევა. რატომ იქცევა ადამიანი ასე ქცევის თერაპევტების და ქცევათმეცნიერების პოზიციიდან ნიშნავს იმას, ისეთ კითხვას, თუ როგორია ეს ქცევა, რა უძღოდა ამ ქცევას წინ, რამ შეანარჩუნა ეს ქცევა და როგორ შეიძლება ამ ქცევის სხვა ქცევით ჩანაცვლება. როდის მივმართავთ ჩვენ სპეციალისტ, როგორიც არის ქცევის თერაპევტი, როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ ბავშვის ქცევა არ არის ადაპტური, ანუ ის ვერ ახერხებს ემოციასთან გამკლავებას, ბრასთან გამკლავებას,
წარუმატებლობასთან და იმედგაცრუებასთან გამკლავებას და ეს ვლინდება დამანგრეველ ქცევაში. ეს იყოს შეიძლება ბრაზიანი შეტევა, ეს შეიძლება იყოს ტანტრუმი, ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის ესეთი აგრესიული ქცევითი გამოვლინებები. არ არის სავალდებულო ბავშვს ჰქონდეს ქცევის დარღვევა, ის უბრალოდ ვერ უმკლავდება გარემოს მოთხოვნებს, თავის მოთხოვნილებებს და ვერ ახერხებს ადაპტაციური ქცევის განხორციელებას. აი სწორედ ამიტომ ქცევის თერაპევტი ეხმარება ბავშვებს ქცევის მოწესრიგებაში, თავისი თვითრეგულაციაში, ვთქვათ ესე, თვითმარეგულირებელი უნარების ჩამოყალიბებაში, რომ ბავშვმა თვითონ შეძლოს თავისი ქცევის რეგულირება სხვადასხვა ტიპის სიტუაციაში, სხვადასხვა მოთხოვნების პირობებში.